გაბრაზა გრიშიკა. მასწავლებელმა? გეტყობა პატრონი ყოსა. ხომის ქვაფს მოურია და მოვა. ნორა გაბისკირიას ცრემლი აღჭობდა, მაგრამ თან საკუთარ თავს ეუბნებოდა. ოფელია დარსალიას იმაზე მეტი არ უთხრა, ვიდრე საჭიროაო. ოფელია! ოფელია! ბადენ! გრიშას პატრონი გაინტერესებდა, ვინ იყო, გავიგე. ეს სიტყვის მასალა იყო შეკალო. მაგ სიტყვის მასალის გამოა ბავშვმა გული რომ ამოიგდო. მასწავლებელმა ქალმა ის არიცი? ობოლთან სიტყვის მასალა კარგად რომ უნდა შეარჩიო. წამოდი ახლა და მოუხადე ბავშვს ბოდიში. ბაღანას მუთუწინ ეთინარე უნჯღორე. და թե უნჯღორეს გიშა სწორება ოკო. კაცმა უნდა შეწოხოლე. ოფელიამ და ნორამ ჩუმად გაიარეს კაკაჩიების ოდამდე გზა. ორივეს ეჩვენებოდა, რომ ეს პატარა ორღობე უსასრულობამდე გაიწევა. ნორა გაბისკირია ახალგაზრდა რძალი იყო, მაგრამ მთელი სოფელი პატივს სცემდა. ოფელია კი გუნებაში ნორასაც წევლიდა, ბოდიშის მოხდას რომ აძალებდა და თავბედსაც იწევლიდა, ასე უცბად ამ ქალის ჭკუაზე როგორ გავიარე. მაგრამ გვიან იყო. კაკაჩიების კარმი დამოგამოჩნდა. ყოჩა გრიშიკო, ჯგირბოში ეკი. გრიშიკო. გრიშიკო. ბოდიში გრიშიკო. შემთხვევით წამომცდა. ბოდიში გრიშიკო.